მოგესალმებით, მე გახლავართ გიორგი დარასელია და მინდა აუცილებლად მოვიკითხო ყველა ის ადამიანი, ვინც გასასვლელსა შინახართ, აუცილებლად პატიმრები მინდა მოვიკითხო და უცხოეთში მყოფი ქართველი და დღეს ყავს საპატიო სტუმარი, ყავს მამა ადამ ახალაძე, ადამიანი, რომელიც რა ვიცი, სულ გვახარებს ხოლმე, ჯერ ადამიანს აქვს მეტყველება აქვს და ესეთი საუბარი აქვს, ვიზუალს რო არაფერი თქვათ, ვიზუალზე რო რა ვიცი და აიც მამაო მოვიწვიეთ თქვენი თხოვნითაც და ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება ხოლმე იმასთან დაკავშირებით, რომ მამაოს როდის მოიწევო და გაგვახარა მამაო მოარივი არ გითხრა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გადატვირთული პერიოდია და გვეწვია დიდ მადლობას მოგახსენეთ, მამაო, მობრძანებისას დაგლოცეთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა ყველაფრისათვის შექების გარდა და ნეტა მართლა რაღაცით ვიყოთ გამორჩეულები, იმიტომ რომ ღმერთს უხარია ეს, მაგრამ ჩვენ რაღაც ისე მივუყვებით ხოლმე ცოტა ნაკლები ღვაწლით, ნაკლები მიღწევებით. მე მინდა მოგესალმოთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო. იცით დღეს საუბრობდი ეკლესიაში, მადლობა გადაუხადე რაც უჩინო მრევლს. არიან ადამიანები, რომელიც აქტიურად კონტაქტზე მოდიან ხოლმე, რაღაც უფრო წინა და ისედაც რაღაცა ზოგიერთს ერიდება რომ მოვიდეს დამლოცეო გითხრას, ერიდება რომ გითხრას რომ ყავს ვინმე უძდურებაში მყოფი და აი ერიდება იქ შემოაგზავნეს, მე კიდე აქტიურად ვეუბნები ხოლმე რომ ეს აუცილებელია, რადგან ეკლესია ეს არის საშუალება ჩვენ როგორმე გაგვიადვილდეს ამ ჯვარის ზიდვა. წუთისობაში რო გვაქვს ჯვარი. აი ეკლესია ამაში გვეხმარება თითოეულ ჩვენთაგანს, აი ჩვენც რომ ეკლესიაში არ ვიყოთ ვერანაირად ვერ გავძლებდით. და ამიტომ აი თითოეული თქვენთაგანი ხედავთ, არ ხედავთ, ვიცნობთ ერთმანეთს თუ არ ვიცნობთ, ჩვენ ყველანი ქრისტეში ვართ და მე ვიცი რომ აი ადამიანების რო უცნობნი განაპირობებენ იმას, რომ მე მონაწილეობ გადაცემებში, რომ სადღაც რაღაც ინტერვიუს მივცემ, სადღაც რაიმე წერილს დავწერან რამე, რადგან ყოველთვის მოიძებნება, ვისაც ეს ყველაფერი აინტერესებს. უარს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ იცი ჩვენმა მაყურებელმა ამდენი წელიწადია არსებობს გიორგის გადაცემა. ხო, რამდენი წელიწადია? 18 წელიწადია, ხომ? აი ნახეთ, იმდენი ლოცვა კურთხევა აქვს გიორგის, რომ თვითონაც სარგებლობს ახლა ამით, რომ მეტყვის რომ აი სამშაბათს, 20 შაბათს უნდა მოხვიდე, იცის რომ უარს ვერ ვეთქვი, იმიტომ რომ ეს იქნება თუ კი ფიზიკურად შემეძლია რა თქვა უნდა, იმიტომ რომ გამოდის რომ ყველა იმ კურთხევის შეწინააღმდეგებაა და ჩვენი უპირველესი ყველაფრის იცით თავი და თავი არის ელემენტარული მორჩილება და ეს მორჩილება არ არის მარტო მაღალი სასულიერო პირის მაინცა და მაინც რომ ბრეული აი წინამძღვარს უნდა როგორც უნდა ისე გააკეთოს და სხვა არა ურთიერთმორჩილება აი ჩვენ როგორც ქრისტეში ძმები უნდა ერთმანეთს პატივს სცემდეთ და მას ეს გამოიხატება მორჩილებაში. რა არის მორჩილება? მე ყველანაირად შევეცადო რომ ისე გავაკეთო რაღაცა რომ აი შენთვის ეს უკეთესი იყოს ვიდრე თუ ამას არ გავაკეთებ. მე არ ვარ მე გამორჩეულს გავაკეთებ რაღაცა ბევრი საუბარი დავიწყე და შემდგომაც ეთქვა, მაგრამ დღეს არის ჩემთვის განსაკუთრებული დღე, დღეს არის ხსენება წმინდა ნინოს მშობლების, ზაბულონის და სოსანასი. და არის ჩემი ერთ-ერთი ანგელოზის დღე, მე ბევრი ანგელოზის დღე მაქვს ერისკაცობის, საბერო მორჩილების და ბერობის სახელი, სამი სახელი და აი შუა ჩემი სახელი იყო ზაბულონი. როდესაც მე მონასტერში წავედი, დიახ, მონასტერში ამყვეცა მამა ბართლომემ საბერო მორჩილად, ნინოობა თენდებოდა, ოღონდ დღევანდელი გუშინდელი ნინოობა კი არა, იანვრის ნინოობა 27 იანვრისა და საღამოს წუხრის ლოცვის შემდგომ შემოსეს და საბერო მორჩილი გახვდი და დავგედა ნინოობას დამარქვეს სახელი ზაბულონი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მისტიკური მოვლენაა, საიდუმლო, უბრალო რამე არ არის ერთის მხრივ, ხომ? აი ეს არის ღვთის განგებულება და მეორე მნიშვნელოვანი იყო იმიტომ რომ დედაჩემის სახელი არის ნინო. უბრალოდ იგი აღკვეცა მეუფი ანდრიამ უკვე აღკვეცაში მიიღო სახელი ანასტასია. და ეხლა ჩვენ ესე იგი
და მე გავაანალიზე რა თქმა უნდა ეს ფიქრი უნდა ამას წლები უნდა მაშინ ყველაფერი უცებ ხო არ გეძლება ადამიანს მოთმინებით ელოდები და რომ თურმე იმ დღეს ნახეთ რა გააკეთა უფალმა მე გავხდი ზაბულონი და დედაჩემი იყო ნინო ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ვეძებოთ ხოლმე აი ამისთანა კავშირი განგებულებანი ეს დიდი კავშირია იცით როდესაც და ამას რატო ბედა რო ვთქვა და დავაკავშირო ეხლა ამითი მე კი არ მაღლდები მარტო პასუხისმგებლობა მემატება მაგრამ ესეთი ეპიზოდი იყო მეუფეზინობის ცხოვრებაში მისი მთავარი მისი სიტყვა არის როდესაც მან სქემაში აღკვეცა დედა სერაფიმას სქემიღუბენია სერაფიმას ხორციელი დედა და უწოდა სახელი ვიტალია მამა ვიტალის დედა როცა აღკვეცა სქემაში დაარქვეს ანდრონიკა მამა ანდრონიკას აპატივცემულოდ და ვიტალის აპატივცემულოდ აი მას მისცეს სახელი ვიტალია და ესეთი წესი არის რომ როდესაც ახალი მონაზონი სამონაზვე ხდება მონასტერში ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს როცა დიდი მონასტერია სხვა შემთხვევაში ყველა შესაძლოა რომ იღუმენიას ასე ვთქვათ ომოფორის ქვეშ იყოს მისი ფარვით მაგრამ როცა დიდია მონასტერი იქ არიან გამოცდილი მონაზრები და ბევრგან არის ეს ტრადიცია ამიტომ ლოცვასაც კი უკითხავენ რომ აი მონაზონს ლოცვით მიაბარებენ ახსაზრდელად და საცხოვრებლად ახალ აღკვეცილს და დედა ვიტალია ახალ აღკვეცილი თავის ყოფილ შვილს ბჭყალებში ჩააბარეს და მეუფეზინობის უთქვამს რომ აი ასია ეხლა დედაო ხედავ შენ ადრე იყავი დედა ჩვენი დედა სერაფიმასი ახლა ის გახდა შენი დედა ეს არის ღვთის განგებულება და ის სიღრმეები რომელიც სიღრმეებიც და ამავე დროს სიხარულები აქ მართლმადიდებლობას სხვანაირად ძალიან ძნელია გაძლო ყველაფერი ბეზრდება ადამიანს ერთადერთი არ ბეზრდება ღვთის სამყაროს კვლევა ძიება იქ ყოფნა საკუთარი თავიც ამ სამყაროს ნაწილია ეკლესიაც ამ სამყაროს უდიდესი და უზარმაზარი ნაწილია და მთელი ის საზოგადოება სოციუმი ერი და მტერმოყვარე რომელიც ჩვენი ირული გვაგრავს და ძალიან მიხარია იმ დროს რომ ამერიკას არ მიფიქრია მაგრამ დღეს მოვდიოდი რაც ისეთი განწყობით რომ ძალიან კარგი არის მე დღეს გამომივიდა მე არ გავიკეთებდი რომ მორჩილება მაინც შევასრულე ერთხელ ასე იყო ჩემი ბერად აკვეცის დღე დაემთხვა თარიღით დაემთხვა გიორგობას და დილას ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში 9:30-ზე ვარ რომ იქ რომ დამთავრდება მე მოუსწრებ წირვა ის რაღაც ნაწილს და ხა ვინმე იტყვის რომ აი ამ დროს უნდა არა ჩვენი მასწავლებლებიც და სხვაგვარად გზრდიდან ის კი არა რომ მე ვარ სადმე ჩვენს ეკლესიას განვასახიერებთ ჩვენი ღმერთის სახელით გვინდა რომ რაიმე ორი სიტყვა უთხრათ ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ წახვიდე იქ ადამიანებს მიულოცო უთხრა რა არის ეს გიორგობის დღესასწაული და მაშინ შეიძლება უფრო მეტი საქმე გააკეთო ვიდრე როცა შენ თვიზი ხარ ლოცულობ და გარკვეულ სულიერ ეს სიტყვა არ მიყვარს მithumedes ამ მიმართებაში მაგრამ კომფორტ სულიერ მყუდროებასა და ხელსაყრელ პირობებს იქმნი შეიძლება რომ ასე არ იყოს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ უნდა გქონდეს ან საზომი, აი მაგალითად როგორ იქცეოდა მეუფეზინობი, რა გვასწავლა მამა ვიტარიმ, რა გვასწავლა დედა სერაფიმა, მამა ანდრონიკემ და მას ამითი ხელმძღვანელო. ან ბედნიერებს ყავთ სულიერი მოძღვარი მოქმედი იქვე მამა, რომელიც დაუბრეკავ, მიხვალ, ეტყვი და გეუბნება. ამაზე ბედნიერება არაფერია, როცა შენ შეგიძლია იყო მორჩილებაში, როცა დამოუკიდებლობა გეძლება, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რთულია ეს, ძალიან რთულია და იმაშინაც შენ ყველანაირად უნდა შეეცადო, რომ არ გასცდი აი მორჩილების საზღვრებს და ფარგლებს გაიხსენო, როცა აღკვეცეს, როდესაც ხელი დაგასხეს, რა გითხრეს იმ
ეპისკოპოსებმა, პატრიარქმა, მონასტრის წინამძღვარმა რა გასწავლეს, როგორ გექცეოდნენ, აი საკუთარი ნებით არ გავაკეთოთ რამენაირად. ეს ქრისტეს ემართება ეს გრძნობს რომ მოვა ეკლესიაში, რომ არის რაღაც საოცარი ძალასაც გრძნობს ყველაფერს და ვიწყდება რომ შეიძლება შენ თავს მიენდო, რაც არაფრით არ შეიძლება. ხო. აი როგორ ტყუდებიან, მამაო, ძალიან ბევრი ადამიანი ესე ტყუდება. ყველას მოგვდის ეს შეცდომები. როგორ უნდა მიხვდეს, მამაო, ესე ტყუდება? იცით, აი აქ ძალიან ძნელი არის ყველასათვის ერთი წესია, უნდა წავიდეს და ვინმე სხვას კითხოს ეს. პირველი შემოწვარია. აი მოძღვრის გარეშე იცით მოძღვარის კი არ არის შენ იყელყელაო ზოგიერთ სარაეველა ბალახიც ხშირად იმხელა ეზრდება ყაყაჩოებს ფარავს მაგრამ ეგ არაფერიც არ არის რომ აი მე ამის მრევლი ვარ მე ამდენი წელია არამედ მოძღვარი გჭირდება როგორც კომპასი ხომ ეხლა არიან ისეთი მოძღვრები, რომლებიც მთელი ერის კომპასად იქცევიან ხოლმე, როგორიც საქართველოს აი მე-20 საუკუნის არაერთი პატრიარქი იყო, უკვე ამაზე რო დავიწყოთ საუბარი ისევ გაგრძელდება, ხომ? აი პირდაპირ გზის მაჩვენებელი, საცხოვრებელი გზის უდიდესი პასუხისმგებლობა. სხვა შემთხვევაში თუ ამის საშუალება არ არის, აი ძმებს შორის ხომ არის თქვათ მონასტერში მეტი სიყვარული, მეტი იცით აი ცოტა უფრო მეტი სულიერი ვინ არის ეს იცი საძმომ უბრალოდ უნდა მიხვიდე მას და როგორ ძმას კითხვა აი ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე დაუცილებელი არ არის ამ დროს ის იყოს იქ დადგენილი იღუმენად ოფიციალურ სულიერ მოძღვრად ვისაც ახსარებელსაც ეს ყველაფერი აუცილებელია მაგრამ აი გულივისკენ გიწევს ამასაც მნიშვნელობა უნდა გააგიოს უნდა გითხრას აი მაშინაც როცა ჩვენ სადმე მივემგზავრებით უბრალოდ აი ფიქრობენ რომ ნუ რა არის მე აი ეხლა მე აი მღვდელი მსახურია, ხო? აი მე ახლა იცით დღეს გადავწყვიტე რომ ჩემი მრევლი წავიყვანო მოსალოცად სადმე. ყინწვისში, რა ვიცი კიდე საერთოდ, ხო, გერგეთში და გელათში და ასე შემდეგ და მე არც დიდად ესე გამიღიმია და გავჩერებულა, იმიტომ რომ კარგი იყო წინა დღეს ეთქვა, ორი დღით, როცა მან დაიწყო მე იმიტომ კი არა რომ წინამძღვარი ვარ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ ასე ვცხოვრობ, ჩვენ სულ ერთი მეორისგან ვიღებთ. მე რო წინამძღვარი ვარ, ამიტომ კურთხევა არ უნდა ავიღო ჩემი ძმებისგან, უნდა ავიღო. მე სულ მეუბნები, აი მაგალითად როდის დავიწყოთ ხვალ მსახურება, ხანდახან ხო მსახურებები იცვლება, თქვა მწუხრი ჩავატარეთ წინა ლიტურგიას ერთად მაშინ გადავა ცისკარიან რომ ეს სხვა მსახურება როგორ არის მოსახერხებელი რა არის ერთმანეთის მორჩილებაშია ეს ყველაფერი უნდა აიღოს გონია რომ ვინაიდან მე ვარ უთან მსახური მე ძალიან ბევრი უფლება მაქვს მაგრამ მორჩილებით უფლება ჩვენი არაფერია ჩვენ მოვალეობები გვაქვს მხოლოდ მოვალეობები გვაქვს და ამათი შესრულება ძალიან რთულია, ძალიან ძნელი არის და ყველაზე კეთილ საქმეზეც კი. ხო ჩვენ ვამბობთ ხოლმე კურთხევა თუ არ აკავს. აბა ტაძრის მშენებლობა შეიძლება დაიწყო კურთხევის გარეშე. არა მარტო იმიტომ რომ მას სჭირდება ნებართვა და სხვა უბრალოდ. აი თითქოს ყველაზე კეთილშობილი საქმე. შენ ხომ და გამოვიძიოთ მე რომ მინდა ავაშენო ეს ღვთისნება არის. თორე ასე ზოგიერთები იწყებენ იმდენ ლოცვას რომ ეს ლოცვა სულ ქარწყლდება ხომ ჩვენ გგონია რომ ვაკეთებთ კეთილს რაღაცა სხვა არ უნდა მამაო კურთხევა ეხა ლოცვას რაც უნდა კურთხევა ეხა სარუნები რომ უნდა ჩვენ ვამბობთ აი რას არ უნდა მაშინ კურთხევა მოდი ესე ვთქვათ რა არის ბევრი რაღაცა იმიტომ რომ ძალიან ღლიან ზოგი უნდა შუა დღეს უნდა ჭამო ვაშლი და შეიძლება მამაო დამლოცე და რაღაცა ეს ძალიან დაღლა არის ადამიანს და თან ზედმეტი ეხა მინახია რომ ადამიანს ძალიან აწუხებენ ხოლმე ჩვენ ქადაგება იმისთვის არსებობს რომ ქადაგებაში ძირითადად ყველაფერს მრევლს ვეუბნები ჩვენ აი იწყება დიდი მარხვა ჩაოლებრივი მარხვა იწყება ეს მარტო ხომ თქმა არ არის როდის თევზით ახსივი და როდის არის ცოტა ამაზე მეტი არის რა უნდა წაიკითხოს რატომ უნდა წაიკითხოს მაგრამ რა უნდა ლოცვას იცით დილის ლოცვა თქვა წაიკითხე და საღამოს ლოცვა წაიკითხე აი
მე რომ საბერო მორჩილად აღვიკვეცე და მე მონაზვნად სულ სხვა მორჩილება მქონდა ლოცვითი მორჩილება მქონდა აი საბერო მორჩილების და სხვა ბუნებრივია ხო უფრო მეტი მაგრამ ზუსტად განსაზღვრული ეს ზუსტად არის განსაზღვრული მათემატიკურად კი არა უბრალოდ ზუსტად და მოძღვარი რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება უბრალოდ ჩვენი გამოცდილება გვაქვს ხომ გეუბნება რომ თქვა სასურველია რომ შენ მოასწრო დღის განმავლობაში წაიკითხო ეს და ეს მაგრამ ყოველ დღე შეიძლება ეს ვერ მოასწრო როდესაც შენ გააქვს ისეთი მორჩილება რომ უბრალოდ დრო არ რჩება ფიზიკურად რა უნდა გააკეთო მაშინ აი ჩვენ აი ამას ქვია და არა ისე რომ ჩვენ შესაძლებელი არის აი იმის გამო რომ ჩვენ თქვათ დიდი მარხვის პერიოდში ან თქვათ ვნების კვირის დროს ხო ნახეთ იქ ზოგიერთ საკითხები პირიქით წყდება ვნების კვირაში და რატომ იმიტომ კი არა რომ ლოცვა არ არის საჭირო ის მეტანიები და ბევრი რაღაცები ზოგიერთი რამები წყდება იმიტომ კი არა უბრალოდ ფიზიკურად ამას ვერ მოვაცლებთ იმიტომ რომ ჩვენ ვიცით როგორი დატვირთულების ხანგრძლივობის მსახურებებია აი ამიტომ თუ კი ჩვენ შევეცდებით რომ ეს ყველაფერი დავიტოვოთ კიდე ის კანონები შეუძლებლად ფიზიკურად შესაძლებელია რომ აი შუა ვნების კვირაში თქვათ ვეღარ გააგრძელო ფიზიკურად ვერ შეძლო ეს ამას უყურებს სულიერი მზრუნველი შენი იმაზე შენ რა შეგიძლია და რა არა არიან ადამიანები მე მინახავს ასეთი რცა აღმოვაჩინე რომ თურმე უჭირავს კვნილი და სულ კვნილით ლოცულობს ხო და იცით აი ეს ძალიან ზუსტად უნდა იცოდეს ახლა ამ საკითხში ნამდვილად არა თუ ვერ გავარჩევთ არ გავარჩევთ ეს არის საბერო სამონაზვნე საქმე და არა სხვების კვნილი ეს უბრალოდ ჩვენ ხანდახან ყველას გვინდა ხოლმე რომ გავაკეთოთ მაგრამ ეს მხოლოდ მონასტერში შედგომილი ადამიანის საქმე არის და ხო მაგრამ ნუ ისეც არის კურთხევა რომ ყველა მილოცოს მამო ძალიან კარგი იქნება ხო უფრო ამბობენ ჩვენ ცოტა სხვა ეხლა მამაო არის ბერი და ცოტა უფრო ისეთ უყურებს ამას სხვაგვარად უნდა იმიტომ რომ აი როდესაც მონასტერში მივიდა დედა სერაფიმა ახალგაზრდა თავის მონასტერში კი არა პირველად იგი დადიოდა გლინსკის მამათა მონასტერში გარკვეული პერიოდი იქ ეხმარებოდნენ კარტოფილის აღებაში, ხვნაში, თესვაში, შეშის დაჭრაში, რას არ აკეთებდნენ ყველა საქმეს დედები, როგორც მას უყვარდათ ხო მენერსაცხებრე დედები აკეთებენ ყველა მონასტერში ყველა საქმესო და როდესაც მიიყვანეს მამა ანდრონიკესთან ახალგაზრდა ის იზრდებოდა მუდმივად დიდი სასულიერო პირების გარემოცვაში მისი რგული ღმერთმა ასე მოაწყო რომ ბევრნი იყვნენ მაგრამ აი ნახეთ კურთხევა რა არის ლობიოს მარცვლებით ჰქონდა აწყობილი სკვნილი და ლოცულობდა ძალიან ბედნიერი ვიყავიო კარგად და ხატად ეჭვი შემეპარებოდა რომ აი არაფერიც არ არის აი მე როცა იქნება მაშინ წავალ მონასტერში მაგრამ მეც მონაზონს გავარ უკვე ამას ვაკეთებ ეს აზრი ყველას მოდის ეს ისე ხიბული ხო მე რო დავინახე პირველად წითელი ფერის სკვნილი იყიდებოდა 90-იან წლების დასაწყისია სკვნილი კი არა არაფერი არ იშლება ვაიმე ეს სკვნილი არ ვიცი და ჩუმა დავატარებდი ჩამალულს ხო ვიცოდი რომ არ შეიძლება მაგრამ ისე მიყვარდა ეს სკვნილი მაგრამ ლოცვის დაწყება კიდე ამაზე უარესია და შეიძლება ამ ზედმეტ ემოციებს გაყვეს ადამიანი და ამ დროზე მუთხრა ой ეს რა დამართია ხიბლში იყო ხო და ასე თქვა ხიბლში კი არ იყო მაგრამ აი ესეთი მიდრეკილება უკვე იქითა ძალიან ადვილად ცრემლიც მოვა რა არ მოვა და აი მაშინ სულ უნდა აკონტროლო თავი მე რო დღეს გუში ნამდვილი დღე ასე სულ კარგად ვკითხულობ ამ დილის ლოცვებს მოწვართან ხوار ვთქვა ეს და მიხარია ხო აი ეს სულიერი შეცდომები რო არ მოგვიდეს და რა თქმა უნდა აუგრძალა ლოცვა და უთხრა ეხლა შენ მხოლოდ საზოგადო ლოცვებს დაესწრები პირადი კანონი არ გექნება გარკვეული დროის განმავლობაში და მე იმისა და ლოცველი შეიქმნა ამ ადამიანისაგან რომ ღმერთმა ინებოს ყველა
ქვეყანაში და ყველა ეკლესიაში ესეთი დიდი მოცველები, ხო? მორჩილება მიცის ეს საღვთო საქმე სულ მორჩილება მე ვკერავ. რომ შემიძლია, რა ვიცი, აი, სამღვდელო შესამოსელი 1000 მაგრამ სულ კურთხევის გარეშე არ შეიძლება ამის კეთება, იმიტომ კი არა რომ შენ არ შეკერო, იმიტომ რომ მე არ იცი რაგვარად წარიმართება ეს საქმე და შესაძლებელია ეს საქმე რომელიც ასე გიყვარს აღარ მოგეწონოს მერე შეგძულდეს და დაანებო საზოგადო თავი კურთხევა ეს არის ლოცვა რომელიც მუდმივად ჩვენთანა არს რადგან ის ვინც კურთხევას გააძლევთ მემკვიდრეობით მოყოლებული მოციქულებიდან მიღებული აქვს მადლი ხომ რატომ არის საჭირო ღვთელმსახურისგან დალოცვა, ღვთელმსახურისგან აი ამ კურთხევის მიღება, ღვთელმსახურის მიერ შესრულებამ საიდუმლოებების, იმიტომ რომ იგი მადლს გინაწილებს და მხოლოდ ის, ვინც ხელდასხმულია, რომელი მადლიც ჩვენ გადმოგვეცემა აი ამ მემკვიდრეობით და არც ერთი ღვთელმსახური თქო ვერ იპოვით ასეც, ჩვენ რომ გამოვიძიოთ, ხომ? ესე იგი მე ხელი დამასხა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, ხომ? კათოლიკოს პატრიარქს თქვა დიაკვნობაში, მღვდლობაში, ხო გაცხოვებული იყო. აი ვინ დაასხა და ისე წავალთ და მივალთ მოციქულებამდე აუცილებლად. უბრალოდ ჩვენ ეს გენეალოგია ცხადია არ ვიცით. ბერობაშიც ასეთივე იერარქია გვაქვს ჩვენი ბერობის გენეალოგია მიდის ათონის მთაზე. აუ ისე რა მაგარია მამო. ეხლა თქვენ ვინც ხელი დაგასხათ, იგივე ადამიანები წარმოიდგინე არიან წმინდა ნიკოლოსთან, წმინდა სპირიდონ ტრიუმფუნტელთან, აი პირველი კრების მოციქულთან, აი წარმოიდგინეთ იგივე ადამიანების შთამომავლები ხარ და ამიტომ არის აი გასაფრთხილებელი მამაო მართალი ვძანდებით თქვენ რასაც ამბობთ, აი ძალიან დიდი პასუხისგებლობაა ეს და აი ეს პასუხისგებლობა მამაო როგორ უნდა ის შეიძლება ხო შეიძლება რომ კითხვა დავსვა. მართლა მაინტერესებს ის მამაო ის თვითონ ეს მემკვიდრეობით რომ მოდის რაღაცა პასუხისგებლობა, ეს ქართველობა, ეს მღვდლობა, ეს ის ხო აი ჩვენ ხშირად გვაქვს ხოლმე აი მაგალითად პატრიარქის ვისაც ძალიან გვიყვარს და ვისაც ურთიერთობა გქონდათ. ხო, ამ შემთხვევაში მამაო, ბევრი ამბობს ხოლმე რომ ეს სიტყვაზე აი მე პატრიარქს ვიცნობდი რაღაცა, მაგრამ ამხელა პასუხისგებლობა მოსდევს იმას, რომ აი ამ დიდი ადამიანის ნაცნობი, ხაი ხა მამა ადამი რო არის ჩემი რა ვიცი ოჯახი არის ჩემი და რა ვიცი აი ყველაფერი აბსოლუტურად ის ხო მე უნდა გავითვალისწინო რომ აი მამა ადამიანს არ ვაწყინო ეს ხო პასუხისგებლობაა და არა ის რომ სიტყვაზე აი მამა ადამიანს ვიცნობ და რა მე თუ ცუდად მოვიქეცი პირიქით უნდა დავმალო ხო აი ამ შემთხვევაში მამო იგივე ქრისტიანებიც მამო ხო ქრისტიანი რო ხარ და ცუდად რო იქცევ შეგიძლია რომ არ ხარ იმ წამს ქრისტიანი, არ ხარ იმ წამს იმის მეგობარი, რა ღმერთის. თუ შეიძლება, მამო, აი ეს როგორ გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ შის შემთხვევაში, მამო, სადაც ჩვენი ინტერესები არ იკვეთება, იქ ჩვენ ქრისტიანები რო ვართ, გვავიწყდება. სადაც ჩვენი აი რაღაცნაირად ესე ვართ ხოლმე რა და მე ღმერთი გაგვახსენდება ხოლმე რომ აი რაღაცა ის ვიღაცას უნდა დაუთმოთ ისინი მე სხვა აი და ძალიან ცუდია მე რო არ მოგეცემა მამო იგივე თქვენ რო ამბობდით რომ აი მღვდლისგან სიტყვაზე კურთხევას არ აიღებ ხო რო არ იღებ მე მადლი რო არ მოგეცემა ხო არ უნდა გეწყინოს და თან ვერ ხვდები მამო აი კურთხევასთან დაკავშირებით რომ და გიპასუხებ ჩვენ როლები გავცვალეთ ეხლა გიორგი ისეთი კარგი კომენტარი გააკეთა რომ პასუხა დასმულ სულ მართლა არაჩვეულებრივი აქცენტები იყო იმიტომ რომ მანამდე ქონდა ამაზე ყურადღების გამახვილების ცდილობა რომ მე შეუჩერებლი საუბრობდი არა მამო ეს გარემო იძლევა ამის საშუალებას მე ვერსაც სხვაგან ვერ საუბრობ გიორგი ასე და ღმერთ ფაქტას რომ ვინმეს რაღაცა ვუთხრა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია აი არა მამო ხურებ ხოლმე მიყვარს თეთა არაჩვეულებრივია პირიქით მადლობელი ვარ და იცით რატომ მამო თან თქვენთან მამო თქვენ ხარ ძალიან უბრალო ადამიანი და ხავს გონია რომ ძალიან ისა ხარ რა ქვია სტროგი ეშინიათ ხო მართლა გეუბნები და აი ამ ტელევიზიიდან მინდა ხოლმე ვაჩვენ ხო დღეს მამა გიორგი გამრეკელი აც მეუფე იოანე ხუთათელ გაენათელი ჩემი
პირველი მოძღვარი, ის მღვდელი, რომელიც მზრდიდა, ზრუნავდა ჩემზე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი მოძღვრული ნიჭებითაა ეს ადამიანი დაჯილდოებული. ხომ? ეხლა მე ვიცი რომ გაქცემას არ უყურებს და შედარებით მოშორებულია და ამიტომ ბედავ რომ შექების სიტყვები ვთქვათ. მან ნამდვილად, იცით, მე ბევრი მოძღვარი მინახია და იცით თქვენ მქონდა ყველა ურთიერთობა, მაგრამ აი ეს საძირკველი რაც შიგნით უნდა იყოს, ისე შეუძლია მოქცეს ამ ადამიანს. ბედნიერია, ვინც ამას იყენებს და არა მარტო ამბობს, რომ მისი მრევლი ვარო, ხო? და დღეს მითხრეს სწორედ ესა და როგორი იყო მკაცრი, ანუ მითხრეს, რომ ისიც მკაცრია და შენც მკაცრი ხარო და არა, ეს სხვაგვარი სიმკაცრეა, როდესაც იგივე მამა გიორგის უთხრეს, მე მგონი ერთ-ერთი ტრაპეზი იყო და თითფალები გააკეთა და ისე კაი მე ვარ მკაცრიო რაშია სიმკაცრე რომ გითხრას რომ თეთრია და შავი ჩვენ სულ გვინდა რომ ეს მაგიდა იმ ფერად შემოგვასაღოთ იმ ხარეს რო აწყობს და ასე არ არის ვინც არ აგავს კახაბერს და მას ვერ ვიტყვით კახაბერად ვერც ნივთს ვერც ადამიანს ვერც მოვლენას იმ დღეს სტიქაროსნებს ვეუბნებოდი თქვენ რომ იმოსებით ეხლა იცით ხანდახან პროცედურა დიდხანს მიგრძელდება ხოლმე ან სტიქროსები ცოტა უფრო გვიან მოდიან ან რაიმე გარკვეული ნაწილი თორემ ის ძირითადი სულ შრომობს და უთენია იქ არის ზოგიერთი კარებთან ჭიშკართან და ტაძარშიც კი გვხვდება მიუხედავად იმისა რომ ადრე ვიწყებთ ჩვენ მაგრამ კიდე ხო მოდიან და არ არის ხოლმე დრო იმის უკვე ჟამნობა უნდა დაიწყო ყველაფერი და ჯვარს გადავსახავ რომ შეიმოსონ და ესენი ამას მიეჩვევენ და კურთხევაზე აღარ მოდიან შენ კი შეიმოსო იმიტომ აი ვითომ ეს არის უბრალო რამე და იმ დროს აი ასე დაუყენე საკითხი რომ ესე არ შეიძლება იმიტომ რომ მე მაგალითად არ გამომდის თორე ძალიანაც მინდა წელში გავიმართო და ასე ხელი გაუწოდო რომ მე ამბორონ ხელზე, მაგრამ არ გამომდის. მე ადამიანს რომ ხედავ, სულ ერთია ბავშვია, მოხუცია, ახალგაზრდა, ქალია, კაცია, ვაჟია, გოგონა გულში ვიკრავ და სადმე აი თმის და სახის საზღვარზე საფერხეში ესადმე ვკოცრი და ბლოცავ სულ ჯვარს ახავ, მაგრამ ეს ასე გამოდის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ იცით და რომ ჩამოდიან სხვა მოძღვრები ნებისმიერ ქვეყანაში სულ ამბობენ რომ თქვენ რანაირადო აკეთებთ ამას ეს ახლოს ხელს უშველენ და ახლოსაც არ იკარებენ და მე რა ვქნა ჩვენ მართლა მე მარტო ამას კი არ ვაკეთებ ჩვენ მამები არიან ჩვენთან სიყვარულს დაატარებენ მე არ ვიცი ისეთი რაოდენობით რომ იმათთან შედარებით მე საერთოდ არ გამოჩნდები წერტილად და რატომ იმიტომ რომ ხელის თხვევა ეს არის მე არავინ არ მეთხვევა ხელზე არც მე უნდა დავაწეს ეს არც თქვენ ძვირფასებო ეს უფრის მარჯვენას განასახიერებს რომელიც ან მიდის ეხლა წირვაზე ან დილით ჩაატარა წირვა სადაც აი ამ ხელებით იგი ტარიქს აიღებს ეს უფლის ხელია აი მე რუმინეთში გახლდით იქ არის მონასტრების მთელი მხარე სინაის ეძახიან იმდენი თებშია და იმდენი მონასტერია საერთოდ მთელი რუმინეთის სავსეა ეკლესია მონასტრებით და ეკლესია მონასტრების სავსეა ახალგაზრდობით მე იქ წლების მანძილზე დავდიოდი და ერთ-ერთ პატარა ქალაქში სახელიც არ მახსოვს მოხდით პატარა დაბა ამ მთებში და მივდივართ ეხლა ყველას ვესალმები და ვლოცა ასე და ესე რაღაცა მორბიან და მე ესე ჯვარს ვსახავ და ერთი გაჩერდა და ბერი რომელიც მახლდა იმას რაღაცას ეუბნება და მითხრა რომ ესენიო ყველანიო ნახე არავინ არ წავიდაო ქუჩაში მივდივართ იმიტომ რომ ამბობენ რომ ასეთი რა დავაშავეთ რომ მამაო ხელზე არ გვამთხოვინებს ჩვენ ხო ღვთის წყალობა დავკარგეთო და დავდექი ვიდრე ყველა იმიტომ რომ ისინი ასე არიან აზრებს ისინი მორწმუნე ხალხი ცოტა მინახავს ამიტომ ეს მინდა ჩემს მიმართ გამოიყენებთ ამას მაგრამ არაჩვეულებრივი მოძღვრები და არაჩვეულებრივი მღვდელმთავრები რომლებიც საქართველოს ეკლესიას ამშვენებენ
მართლა გეუბნებით ამას იცით აი ხანდახან იტყვიან ხოლმე და მე კიდე წავალ და ახალგაზრდები ისეთ ანახსარებას გეტყვი ახალგაზრდა დიაკონი ან უხდელი ან ისეთ შეკითხვას დააგისვებს ან რაიმე რომ რა თქმა უნდა ჩვენი ეკლესია მადლმოსილი არისა და ეს არ წყდება და ბევრნი არიან ასეთები მემკვიდრეობითობაზე ხო მემკვიდრეობითობა აი ჩვენ ფესვებს რატო ვიკულევთ და სულ წინაპრები ქართველთა წინაპრები ეს არის სკოლა იმისა მე სულიერი წინაპრები რო აღმოვიჩინოთ და ისიც გაგვიხარდეს როცა შენ იცი შენი ფესვები ვინ არის სანამდე მიდიხარ ხო თქვენ არის ის სრულად ახალი ადამიანი გავხდი მას მე რა ჩემი ფესვები ვიპოვე იმიტომ რომ მე რაღაც არ მაკმაყოფილებ და ის არ ვიცი შიგნით რომ მე ვიცოდი ჩემი დიდი ბაბუა რომელიც გურიდან გადასახლდა იმერეთში აი ჩვენი ნათესავები რომელიც გურიაში დარჩა ხოთა შორის მამა ალექსანდრე ბოლქოძის ნათესავი ბრძანდებით ესე ვიცი და ძალიან უყვარხარ ჩვენ ცოტა ვართ ესე იგი ასეთი იცით აი ეს ჩვენი ნათესაობა ანუ გამოდის რომ ჩემი დიდი ბაბუა და მამა ალექსანდრეს დიდი ბებია არიან ესე იგი ორმაგი ბიძაშვილები არის ჩვენ როგორ ვამბობთ ამას გარე ბიძაშვილს ვამბობთ ქართულში ხო და მე მგონი ეს მეხუთე ბეუსტაობაში ჩვენ და შევინარჩუნოთ და ამის გამოკვლევით აი ნახეთ მივადექ იმას რომ აი წიგნი გამოვიდა მოსახსენებელი ჩემი გვარის ხალხი ვიპოვე მე-11 საუკუნეში და საერთოდ აღმოჩნდა და მე ჩემი გვარი მეკოდა რაღაც აი შუა საუკუნეების მეერე გაჩენილი აღმოჩნდა უკვე მე-11 საუკუნეში წიგნებშია ჩაწერილი და მეერე ვიპოვე წინაპრები ვინ იყავით მამაო მესხები ჩვენ მესხეთიდან ვართ წამოსულები და აი მაშინ ცოტა რაღაცებს შემხასიათში და ფესვებში მივხვდი მესხები ისევ როგორც აი მთელი მესხები არიან კაპადოკიელები ეს აი ერთი და იგივე ამიტომ არ ვცილდები დღეს სულ ღირს მამას დაბოლონზე ვსაუბრობ და მეუბნები რომ ჩვენი წინაპარია რაღაც გრძნობ ამას რომელი მესამე მეოთხე საუკუნეა მაგრამ დიდებული რამ არის და ასე აქვს ყველას აბსოლუტურად საამაყო თავისი მით უმეტეს სასულიერო პირებს ერთ რამეს ვიტყვი ახლა მემკვიდრეობას რატო აქვს მნიშვნელობა და ეს კარგად უნდა ვიცოდეთ ხო რანაირად არის როგორ არის ბევრი იყო საუბარი როდესაც გარდაიცვალა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამის შემდგომ ხო იყო სხვადასხვა მოსაზრებები ვინ იქნებოდა როგორ და რა და ყველაზე ხშირად გაისმოდა რამდენი ძალიან ავტორიტეტული ადამიანის ამავე დროს სასულიერო პირების ჩვეულებრივებისაც რომ ის ვინც დაგვიტოვა უწვიდესმა და უნეტარესმა კათოლიკოს პატრიარქმა და აი ეს მემკვიდრეობითობის თემა არის მნიშვნელოვანი აქ ჩვენ წამოვწიოთ და ვთქვათ და უფალი ღმერთი ინებებს როგორც ამდენი საუკუნის განმავლობაში აი ამ მემკვიდრეობითობამ გამოიყოს დაცვამ და პატივისცემამ გამოიყოს ის ნაყოფი რომელ ნაყოფსაც ერი და ბერი ყველა შეყურებს და ასეც იქნება ამინ აი მემკვიდრეობითობაში ძალიან ბევრი რამ არის და ჩვენ გვჭირდება ჩაღრმავებები ყველა საკითხის გადაწყვეტის დროს ან ფიქრისა და მსჯელობის დროს და ისე მე მგონი რომ ეხლა ცოტა ხშირად ბევრი მოგვდის ხოლმე და ყველაფერს ვარჩევთ და ყველაფერზე ვსაუბრობთ აქ არ არის ხოლმე მორჩილება რომ ითქვა გააკეთა ეკლესიამ ვაგრძელებთ საქმეს ვლოცულობთ ერთმანეთს გვერდში უდგევართ ქართული საქმე გვაქვს საკეთებელი რომელიც ამ დროს ღმერთის საქმეა ჩვენ გამორჩეული მარტო ამითი ვართ რომ ჩვენ ამოჩემებული კი არა გვაქვს საქართველოს ძლიერი და გამწყნებული და გახარებული იყოსო გინდა თუ არა განსხვა სახელმწიფოები არ უნდა იყოს და რა განსხვავებაა ის რომ საქართველოსზე რომ ეს წინასწარმეტყველება არსებობს ეს არის ღვთისგანგებულება და საღვთო საქმე სჭირდება რომ საქართველო იმდენად გაძლიერდეს სულიერად იმდენად ფეხზე დადგეს რომ მან შეიფაროს თავის საფარველ ქვეშ კიდევ უამრავი ადამიანი არა მოქალაქე საქართველოში არა ქართველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ აი ეს გვავიწყდება ამ ერს აქვს თავისი მისია რომელიც მე მგონია კიდე
არის რაღაც კვლევის, ფიქრის და ლოცვის საგანი. აი საღვთო რაც არის ის როგორ უნდა გავაკეთოთ, ხო? საღვთო საქმე, საღვთო ეს მისია, ეს არის ღვთისნების ასრულება და რა რაღაც რომ აი ჩვენ რაც კარგები ვართ, იცით ადამიანს არაფერი არ გამოუგონია, მინდა უთხრა ადამიანებს, რომ აი ადამიანმა რაღაც მარტივი მატერიალისტური, ვულგარული მატერიალისტური აზრობა, ადამიანმა როცა ბორბალი გამოიგონა, ადამიანმა როცა ცეცხლი გააჩინა, ცეცხლიც არსებობდა, როგორ შეიძლება განათლებულმა ადამიანმა თქვას, რომ ცეცხლი ადამიანმა გააჩინა ბუნებაში, კოსმოსში, ხო? განა 4 სტიქისგან არ შედგება მთელი სამყარო, რომელიც ღმერთმა შექმნა, მიწა, წყალი, ჰაერი და ცეცხლი. და ადამიანის შთამომავლება ყველაფერი იცოდნენ. უკვე რამდენიმე თაობის მერე ისეთ მინის ჭურჭელს ამზადებდნენ, იმასთან ეს ცნობილი არ ვიტყვი. არაფერი არის. გამჭირდა ინახებოდა სხვათა შორის ერაყში თავარმად მუზეუმში და როცა ერაყი დაბომბეს 2000 წელს ეს მუზეუმი და მადლობა ღმერთს რომ ეს ჩვენთვის იყო მაშინ ძალიან დიდ როლს ერთში მომგვარი დაბომბეს ეს იყო ტრაგედია იმიტომ რომ აკვანი დაიბომბა ხო ისიც რომ ერაყის ტერიტორია თუ რაბა საიდან იქიდან აი გეოგრაფიული წერტილებიდან წამოვიდა კაცობრიობა დაახლოებით სპარსეთის ყურის სანაპიროებიდან ასე აქვთ მეცნიერებს ის ადგილი ტიგროსი ევფრატი რომ წერია სად შედიოდა სად გამოდიოდა ამიტი ბევრ მეცნიერს და ღვთისმეტყველს ამაზე მინიშნებები აქვს და ჩვენ აი აკვანს ვერჩი და რა მემკვიდრეობითობაზე იქნება ასეთი ადამიანებისთვის საუბარი ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ერთგულები ცოტა რთული ინფორმაცია თქვი, მაგრამ ნელა არა მამა, მართლა საინტერესო ის გავავლეთ, მართლა ეს ყურაცაღებია. მეცნიერები მადლობა ღმერთს სულ ვეძებდი, არავინ არ ამბობს და ახლა აი მე სადღაც იმაში თბილისში ვცხოვრობ, დოქტოროს ვწერ და უცებ განცხადება რომ გავაკეთო კაცობრიობის აკვანი, ბომბება, არსად ამას კაცობრიობის აკვანი არ ქვია. და მადლობა ღმერთს რომ თუ არ წვი 10 ამერიკელმა მეცნიერმა გააკეთა მოხსენება ეხლებას მოძებნა უნდა უკვე მთელი ინფორმაციას ვეღარ ვპოულობ ჩემს კომპიუტერში ხო თავში რომ მავიწყდება ზოგიერთი რამე ზუსტად როგორ იყო და მათ ქვეს რომ აი ისეთი არტეფაქტები გავანადგურეთ ეს კაცობრიობამ განადგურა მე არ მინდა ის მიუთიდო ის ამერიკელი აკეთებს ამას ანტარქტიდელი და ატლანტიდელი არა კაცობრიობის ცოდვების გამოხდება ეს ყველაფერი და გავანადგურეთ ის პირველი შეხება გქონდა ის სანამდე შეიძლება და ეს გამახსენა იმან რომ ეხლა ჩვენ რომ ვამაყოთ რომ 8000 წლის წინ ჩვენთან უკვე ღვინოს აკეთებდა და 8000 წელი რა ასაკია მაინტერესებს კაცობრიობის ასაკია რაც მორწმუნეებად სამწუხაროდ არ იციან და მორწმუნეებსაც გონიათ რომ მილიონი წლის წინ გაჩნდა ადამი არა ბატონო მე როგორც არქიმანდრიტი ადამი ვადასტურებ რომ ჩემი წინაპარი დაახლოებით 8000 წლის წინ 64-დან გამოვიდა დედამიწაზე 64-ში რამდენი ხანი იყო ეს არავინ იცის რა თქმა იქ მაშინ დრო აი საათი კარიჩველებდა იქ მარადისობა იყო ამიტომ შეად უნდათ რომ რამდენი წლის იყო რა იქ არ ვიცით მეცნიერები ძახიან აი არა დრო სივრცე იმ გაგებით როგორც ჩვენ ხედავთ ამას მერე დაუწეს და კაცობრიობას ძალიან დიდი მადლობა მამო კიდე რას ისე საინტერესო საუბრობთ რომ მეთან თავს ვინახავ შემდეგი საათი მაქვს კიდე წასაყვანი და დიახ ეს უბრალოდ აი რაღაც ესეთი გროვდება ხოლმე რომცა შევინახოთ მენთან რა აზრია ხო მაინც მე იძულებული ხარ ვიცი აი ესეც აი კარგია რომ იმედი ამას თქვენი კომპიუტერი არ შეინახავს ჩემს ხასიათის შევეცდები რომ ხო აი რითი იმიტომ რომ როცა მე აი მრევს ვესაუბრები ვქადაგებ როდესაც ვწერ აი ვიცი რომ რაღაცები დავანახო ადამიანებს რაც მეძლევა იმ წუთას ხო რაც მეძლევა იმ წუთას ეს ახლა სულ მოვიდებიან ეს ჩაწერილი ქადაგებები ან გადაღებული და რატო არ დებთ და
მე მგონია რომ ვიწერთ ხოლმე ხანდახან, მაგრამ ერთი რაღაც მირჩევნია რომ არ ჩავიწეროთ. ხო, კარგია და ერთი რამე მაინტერესებს, მაგრამ სხვათა შორის თქვენ თავში გაავლეთ, ისა რა ქვია, ხაზი გაუსვით, ხაზგასმით თქვით სხვათა შორის და შესამჩნევიც არის ის მრევლი, ვინც არის ჩუმი მრევლი, მამო. და ყველაზე დიდი და ყველაზე მაგარი მრევლი არის და როცა გჭირდება ის ჩუმი მრევლი გიდგა ზუსტად გვერდში ხოლმე. არა, ყველა გიდგას აბსოლუტურად, ჩვენ ეკლესიაში ხო. ლოცულობს, მორწმუნე არის და ეკლესიაში არის და ჩვენც ეს უნდა გავითვალისწინოთ სასულიერო პირებმა, რომ მარტო ის აქტიური რამდენიმე ადამიანი კი არ უნდა იყოს და სული მათთან კონდეს კონტაქტი. ხო, მით უმეტეს რაც მეტია შენი ადმინისტრაციული ძალაუფლება. ჩვენ არ ვიცით რატომ აი იონე ღვთისმეტყველობის დღესასწაული გვაქვს და არის ხოლმე უცებ რამდენიმე მამაო ხან არავინ არ მოდის ეს არაფერს არ ცვლის და ის საერთოდ ვინც არ მოდის იმიტომ რომ თავის ტაძარში მსახურებს და ჩვენ გვაქვს ხოლმე ეს დამოკიდებულება ვინც გვერდით არის ის კარგია და ვინც სადღაც ჩუმად არის იმას ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ და იცი ამა ინტერესებს მამაო ესენი არიან ფაქტიურად იჩაგრებიან ეს ადამიანები იმიტომ რომ ყველა აქტიური რაღაცნაირად რაღაცა სოციალური თვალსაზრისით ხო აი ნახეთ მამაო გამოჩნდება ვინმე ჩვენნაირი როდის უნდა რაელოდოს მამაო იმას სანამ ამ ადამი გამოჩნდება ხო სიტყვაზე რამდენს უნდა იყო ხო ნახეთ მამაო სწორს ამოთ აი რაღაცა რო რიგდება ეს ეფისკვერი იქნება აი რაღაცა თუნდაც აი უბრალოდ ვიღაცა ლამინირებულ ხატებს არიგებს ხო სიტყვაზე ამ ადამიანებს მამაო ეს შეიძლება არ შეხვდეთ, მაგრამ მეტი რომ მიაქვთ. აი ხშირად ხდება ხოლმე რაღაცა. ხო, აი მეტი მიაქვთ, მამაო. რა, აი ეს არის, აი ჩუმი მრევლისის რა არის, იცი რომ იმ მადლს წაიღებს, აი დავით გარეჯელი მახსენდება ხოლმე, მამაო, აი ქვა რო წამოიღო და უფრო მეტი რო წაიღო, ვიდრე ნებისმიერმა ვისაც მოულოცი აქამდე იერუსალიმში. ხალხო ახსარებას ის რომ მეც ვცდილობდი რომ წერში ვიყავი სიონი და რაც შეიძლება ბევრი რამე წამეყო და თქვენ შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდეთ. თქვენ ჩუმი მრევლი ვერ იქნებოდით. ეს ვიღაცას შეხვდებოდა მე ქირურგიის ინსტიტუტში, ხო? ხო, სხვა მაგალითად ბზების ბზესთან წყლის რიგში არიან ხოლმე ჩვენი თანამშრომლები. ანუ სირხვამისის მოდიან ძირითადად ეკლესიაში. მაშინ ძალიან ცოტა იყო საეკლესიო და ამიტომ როცა რაღაც წასაღებია ბზა, წყალი. ხო, და ამიტომ მე ტომბრით მიმქონდა. იმიტომ რომ ჯობს ეს ადამიანები არ დარჩნენ. წყლის ბზის და სიწვიდების გარეშე და ძალიან გახარებულები იყვნენ ამით და იმიტომ ყველას რო უყარხართ მამა ძალიან მიხაროდა აი ეს არ იყო ვინმე ფიქრობს დათვრის სამსახური არა ის ვისაც უნდა ეკლესიაში მისვლა ის თქვენ მამო ისეთ ხალხსაც უყარხართ ვისაც მღვდლები არ უყვარს იცით გაჩერდი დუაბა ხო არ ვიცი რა ვიცი ესეთი ბედია იმიტომ რომ ესე რომ აი ადამიანებს ესე რომ იმაშევით მამო აი რაღაცნაირად გულს უკეთებთ აი წარმოგე შეიძლება სამსახურში იყოს რაღაცა და დავცხებ ხოლმე შენიშნებს იცით ამ ბოლო დროს რაღაც ვიღაცების შტაგორებით გამრავლდა ის რომ დედაკაცები ეკლესიაში შარვალ შემოსილები დადიან ეს ძალიან ისე ცუდად ჩანს რამდენიც არ უნდა თვალი დახუჭო ამაზე ზიარებაზე მოდის და ვაჟივითაა გამოწყობილი მე მინდა სამოსელზე მაშინ გითხრათ როგორი იყო ძველად სამოსელი აი სამოსელი დაახლოებით ერთი და იგივე იყო როგორც მამაკაცებისთვის ასევე დედაკაცებისთვის ეს იყო შიგნით ეცვად დიახ შარვალი ან მისი ვარიანტი ის რაც იყო იმის გარედან გრძელი კაბა და გარედან კიდე მოსასხამი ისა ჩვენ ღუდლებს გვაცვია ხო შარვალი კაბა ანაფორა მერე ხო ასე დადიოდა ყველა იმიტომ რომ ეს შარვალის ფუნქცია ის კი არ არის რაც ევროპელებმა მიანიჭეს მას გამოტვასნულია რომ თუნდაც მამაკაცმა არა ჩვენ როდესაც დავდიოდით ერის კაცები ეკლესიაში ვიცი მე ესეთი სხვები არ დადიოდნენ ასე არა ჩვენ რაც შეიძლება გრძელი ხალათები გვეცვა იმიტომ რომ სხეულს დამალვა ჭირდება და ამიტომ ამაზე კამათიც კი არ უნდა იყოს და ეს ყველა დედაკაცმა უნდა აიღოს როგორც სამოძღვრო აუცილებლად შესასრულებელი არავის ახსნა არაფერს არ უშველის იმიტომ რომ არ არის არც ერთი ახსნა
გეუბნებით რომ ასე ეცო, დედაღვთისმშობელსაც ასე ეცო, რამდენიმე და ის გარედან შემოსასვლელი, მე კიდევ დამატებით, ხომ? ასე იყო, ასე ჩამოყალიბდა ეს სამოსლის ტარება. ამიტომ ეს ვაჟებმაც უნდა გაითვალისწინონ. და ქალებაც მე ვაჟებსაც ვაძლევ მას რა შენიშნავს როცა ისინი ასე მოკრემკლავები დადიან და ეკლესიაში ღმერთთან სხვანაირად მიდიან ეკლესიაში თორე არ ვეუბნები რომ რუსთაველზე ხო ეს იქ ჩემი კომპეტენცია თუმცა მე მგონია ადამიანი ყოველთვის ღვთის წინაშე დადის რუსთაველზეც ანტალიაშიც რომელსაც მე ტანტალიას ვეძახი და შავი ზღვისპირეთშიც, მაკურიანშიც და ყველგან იცით, სულ ღმერთის წინაშე დავდივარ და რაღაც უნდა იყოს. ეს ადამიანი ხო მამა, მაგრამ ეხლა ზღვაზე შავ კოსტუმით ვერ ჩავა რა. მე არ ვეუბნები რომ ჩავიდეს იქ. ჩაიცვას. არა, დაიხჭება თუ ესეთი კაი ცურვა არ იციან თველება სამწუხარო თორე უნდა გადარჩე მაშინაც კი. მაგრამ ამაზე არ არის, ან რა არის, ხომ? ეხლა რა არის ამის დროს ზღვაზე სიარულს თავისი კულტურა აქვს. როდესაც 100 კვადრატულ მეტრზე წევს ერთად 300 ადამიანი, ამას არ ქვია ზღვაზე დასვენება. ხო, ზღვაზე არ ქვია, როდესაც მკლავს ვერ მოიქნევ, როდესაც წყალში ჩადიხარ და კარგი ძროინდაც და შორს უნდა წახვიდე, რომ ზღვა გაიგო, რა არის ან დილას უთენია უნდა ვიყიდე. ამას ვამბობ. ეს კი არ არის რაღაცა ვიღაცას იტყვენ რომ აი ესე და სასულიერო პირების განცხადებაზე აღშფოთება ეწყება ადამიანებს. მე მინდა აღშფოთებულ და აღშფრთოვანებულ ადამიანებს ძალიან მნიშვნელოვანი რამე უთხრა. მამა ვიტალი ამბობდა რომ ყოველთვის იქნებიან ჭკუის საკითხავი სასულიერო პირები. აი ის, რასაც გამოცდილი და რასაც სტარეცი, გერონდა და ასე შემდეგ ვია სხვა ენებზე. ჩვენთან ხუცესიც ამას არ გამოხატა და ყველა მღვდელს ხუცესი ერქვა. მაგრამ აი ესენი, მაგრამ თქვენ იმათ ვერ დაინახავთ, რომ არ დაგჭირდებათო. მე ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი ნეტა ეს რა არის. ჩვენ კითხებს არ ვსვამდით და აი რატო არ დაჭირდებათ ადამიანს? ურწმუნოც არ დაჭირდებათ გასაგები. არა, თლიანად, იმიტომ რაც არ უნდა უთხრა. ყველაფერზე აღშფოთდებიან. ეს ჩემი უფლების დარღვევა ეს. მაშინ რატო მეკითხები დალოცვილო? მე ხო არ მოვედი თქვენთან სახში და არ დავიწყე თქვენი შევიწროება რომ ეს დგამი აქ დადგი, ეს დასასველი აქ. არა, თქვენ მოდით და მკითხეთ, ამიტომ მე გასწავლით როგორ არის ეს მართალი ღვთის თვალში. ამიტომ ნუ რაფერი, იცით, აი ესეთ მორჩილების მომენტი არის, ხო? მე მინახავს ადამიანები, რომელიც მონასტერში ავ მე ამას ვერ გავაკეთებ. მე ამას არ გავაკეთებ. იცი რომ მე წესია ხოლმე როტაცია თქვათ სენაკების აქ რო ცხოვრობ მე სხვაგან უნდა იცხოვრო და ასე შემდეგ და იცით როგორ უნდა იყოს დამოკიდებულება ერას ვფიქრობ ჩვენ როგორ გაგუზარდეს და გვასწავლეს ღმერთო ისეთი მორჩილება არ მომცეს იღუმენმა რომ მე ფიზიკურად ვერ შევძლო ეს არ შევძლო კი არა არ მინდოდეს კი არა ჩემი ფიზიკური შესაძლებლობები ხო განსაზღვრულია ხო და ამიტომ ამას რა თქმა უნდა გამოცილი ადამიანები უყურებენ ის რა შეუძლია მაგრამ ხო შეიძლება ასე და მე მაგალითად იგივე შიში მქონდა სულ მონასტერში რომ აი ვერ ვასწრებდი დიდი ტერიტორია იყო დასაგველი და არ იყო იქ რემონტი არ იყო გაკეთებული და იქ ეს დაგვა არ ჩერდება და პირველ საათზე დაუჯნობელი უნდა წაგვიკითხა ივერის ღვთისმშობლის თქვათ იქ 10 საათზე კი აღარ მოსულს 10-ზე მქონდა ტრაპეზი ან 11-ზე ხომ ერთი საათი ინდივიდუალური გვინდოდა რომ მოგვევლო თავისთვის და უბრალოდ ვერ ვასწრებდი ამას საშილად განვიცდიდი და ვიწყებდი მე საღამოს ღამე კიდე გავაკეთებდი არა და იქ თქვა რძის პროდუქტები იყო გასაკეთებელი იყო იცით ეს არის მთელი იმიტომ რომ მე ნეტა მქონდეს მართლა მაგრამ რაღაცას ვცდილობდი რომ გამეკეთები არადგან აბარისთვის მივდივართ ჩვენთან მოდიოდნენ დედათა მონასტერში თამარწმიდაში და რეკომენდაციები სასულიერო პირებისაგან და მე ბოსელში ვერ წავალ აცხადებდნენ ქალბატონები აბა ბოსელში თუ არ წადი მონასტერში რა გინდა ხვალ კიდე რაღაც არ მოგინდება მონასტერი სანატორიუმი არ არის მამა ბოსელში უშვებით ხალხს მონასტერში მოდიოდნენ
ჩვენთან ყველა ძროხა უნდა კაი, თქვენთან ისეთი ინტელიგენცია დადის, მამო, იქ არიცი. არა. უკაცრავად მე არ მოვსულ ვარ კოლმეურნებიდან ფერიცვალების მონასტერში. პირველი რაც უნდა და მე ეს იცით განვიცდიდი ამას. ჯერ განვიცდიდი რომ პროფესორები და ისე რომ მოდიოდნენ ძროხას აწევდით, მამო. მონასტერში რომ მოდის ახსაკვეცად, სამონაზვდეს უძახ. ხო და მეთქი მორჩილებსაც, მამო, დრო გავიდა სამწუხარო. ხო და მე ამაზრს დავამთავრებ მარტო და საქმეში იყო რომ იქ მე იმას ვდარდობდი რომ კაიჯიში ძროხები ვყავდა და ძალიან ოსტატი უნდა ყოფილიყავი დროზე რომ მოგეწველა იგი და ამას რო ვერ ახერხებდი აი ღამეები არ მეძინა უნდა ეს იყოს იმიტომ რომ ღმერთმა რაც კითხრა უნდა გააკეთო და ხვდები რომ არაფერი არ შეგიძლია ესაა ქრისტიანობა და არა ისეთ მე იმას არ გავაკეთებ ისეთი რამე არის მე ამას რაც კი არ შეჭამ არისა მაშინ ნუ იტყვი მე რძეს არ ვსვამდი არ შემიძლია რძის დალევა დააძალეთ ხო ყოველ ჯერზე იღუმას ვეუბნებოდი რომ მამა ბართლომე შეიძლება რძე რო არ დავლიო ცხეწას დავრი მამის ნაცვლად და რძეს ჩემს უფრო ახალგაზრდა და კარგი ვაჟკაცები სვამდნენ. აი იმასაც კურთხება უნდა. უდიდესი მადლობა, მამო, ძალიან გვიყვარხარ. თქვენ ვიცი რომ არ გჯერათ ხოლმე სულ გიმტკიცებთ რომ მართლა ძალიან გვიყვარხარ, მამო, უღრმესი მადლობა, რომ ესეთი კარგი ხარ და ესეთი უბრალო და საყვარელი რო ხარ. წარმატებებს გისურვებ, ყველაფერს იკეთეს გისურვებთ, მამო და ჩვენ დაგიბრუნდებით აუცილებლად ზარები იქნება შემდგომ საათში აუცილებლად მამა ადამას ხოთაშო ესეთი ძალიან კარგი წიგნი მაჩუქა და რა მითხრა იცი რომ ისა რო ქვიაო არს არ მიჩუქნიაო შენთვისო ეს წიგნიო და აი თავის ავტოგრაფი და იმით ესე უდიდესი ყდა არის ისეთი რომ წიგნამდე უბრალოდ თელი ის არის რა ქვია საოცარი ყდა ხო ეს არის მიხოსადმი მიცუნელი დიდი მადლობა მეც ვაჩუქე წიგნი და ესე მითხრა რომ ჩემი წიგნის ყდა ნახე და შენი წიგნისო აი ესე მითხრა ეს ნათქვა არა უნდა თქვენ რომ წიგნის კულტურა ძალიან დიდი ამბავია ხო ნუ ხა დაუჯდომეს მამო ხა იმაში რა ქვია მინაქრისინაში ვერ ჩავსვავდი არა მე სხვა რამე ეს სხვა დონეა ეს სხვა რამე მე ვიდა ძველი ენციკლოპედიები გეჩუქე მინდა რომ შენი საყვარელი ის აი შენი უბრალოება ვანახო ხალხს საყვარელი ხარ დიდი მადლობა ესეთი იუმორი დავამთავრებ და უღრმესი მადლობა მამო რო ხართ უღრმესი მადლობა და წარმატებებს გისურვებ სქელი და უფრო დიდი წიგნი აუცილებლად მამო იმ ბიბლიოთეკისა და მუზეუმისათვის რომელსაც ვაკეთებ შემდეგში მოგიტანთ ენციკლოპედიის მამო ტომეოს ამ ძალიან ძვირფასი არის და პირველი ვერაც წავიკითხე ბასილი დიდის ერთ-ერთი საგალობელი იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი წინაპრე, რაც ქართველებს გვყოლია და რომელსაც წინაპრებში ხანდახან არ ვიხსენიებთ პასუხად მემკვიდრეობითობაზე. დიდი მადლობა, მამო. უღრმესი მადლობა, რომ ხართ მამა ადამ ახალაძე, არქიმანდრიტი ადამიანი, რომელიც აუცი გადაყოლილი ადამიანებზე თან და მამო გარდა იმისა, კიდე ექიმია და ძალიან ბევრ ადამიანს ფიზიკურადაც კურნავს ხოლმე და უღრმესი მადლობა მამაო, რომ ესეთი ხართ რა და ესეთი ჩვენი. ღმერთმა გაგახარო. დიდი მადლობა მართლა. ღმერთმა გაახაროს სრულიად საქართველო. ამენ. ამენ, მამო. მადლობა დიდი, უღრმესი მადლობა. არ გადართოთ, ცოტა ხანში დაგიბრუნდები საინფორმაციო გადაცემის შემდეგ.